სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოში ოფიციალურად დაიწყო მსხვერპლთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს მოიცავს 2008 წლის ომში დაზარალებულთა სამედიცინო და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, კონსულტაციების გაწევას, ასევე საარსებო პირობების გაუმჯობესებას და ქვეგრანტირების ინიციატივების მხარდაჭერას, რათა მოხდეს კონფლიქტით გამოწვეული ზიანის შემსუბუქება. ნდობის ფონდის მსხვერპლთა პროგრამა გამიზნულია იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, არიან ომის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლნი და დაზარალდნენ ცხინვალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს 2008 წლის 2 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდი მოხარულია გაცნობოთ, რომ მიმდინარე კვირას საქართველოში ოფიციალურად დაიწყო მსხვერპლთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამა. იგი მოიცავს დაზარალებულთა სამედიცინო და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. ნდობის ფონდმა შეარჩია 2 ადგილობრივი ორგანიზაცია: საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი, რომლებიც 2008 წლის ომის დაზარალებულთა რეაბილიტაციის განხორციელებაში იქნებიან ფონდის პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჯერ პირველად შემოვიდა ეს ორგანიზაცია ესეთი მასშტაბით და ბედნიერი ვართ, რომ ჩვენი პროექტები აირჩა ამ შემთხვევაში. მე ჩვენი ორგანიზაცია განახორციელებს პროექტს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და არჩეული არის სოფლები, სადაც დევნილები არიან.